მოგესალმებით პატარებო. დღეს წავიკითხავთ ზღაპარს კურდღელსა და კუზე. დიდ მინდორზე ერთმანეთ შეხვდნენ კურდღელი და კუ. საით მიიჩქარიც მობილო, დაცინვით კითხა კურდღელმა. აი იქ გორაკი რომ მოსჩანს, ანიშნა კუმ მინდვრის ბოლოზე. ასე მითხრეს, გემრიელი საკვები იშოვებაო. თუ გინდა ერთად წავიდეთ. კურდღელმა ჩაიცინა და უთხრა: შენთან სიარული არ მარგებს, სანამ შენი მგორაკამდე მიხვალ, მე კიდეც შევჭამ და ჩემს სოროშიც დავბრუნდები. დავნაძლევდეთ თუ ასე არ იქნებაო, თქვა და გაიქცა. შუა მინდორში იყო, როცა თავისი მეგობარი კურდღელი დაინახა, გაუხარდა მასთან შეხვედრა და გადაწყვიტა: მოდი ჯერ ამ ჩემს მობილთან წავითამაშებ და მერე გავსწევ გორაკისაკენ. სულ ერთია, იმ კუს მაინც მივასწრებ. დაიწყო მეგობართან ერთად ნავარდი. ბოლოს თამაშით რომ გული იჯერა, დაემშვიდობა და თავის გზას გაუდგა. ჯერ კიდევ შორს იყო გორაკისაკენ, როცა მინდორზე ერთი ბუჩქი დაინახა და გაიფიქრა: ბევრი ვიხტუნავე. ამ ბუჩქის ჩრდილ ქვეშ ცოტა ხნით დავისვენებ და გზას შემდეგ განვაგრძობ. იმ კუს მაინც მივასწრებო. ასეც მოიქცა. შეძვრა ბუჩქში, გაწვა მიწაზე და დაღდილს მალევე ჩაეძინა. სანამ კურდღელს ეძინა, კუ თავის გზას განაგრძობდა. მიათრევდა მძიმე სხეულს, უძნელდებოდა სიარული, მაგრამ მაინც არსად შეჩერებულა და ნაბიჯი არ შეუნელებია. გამოიღვიძა თუ არა კურდღელმა, ცქვიტად წამოხდა და გორაკისკენ გაეშურა. მეხტუნაობს და კმაყოფილი ფიქრობს: მეგობართან ხალისიანად გავატარე დრო, წავიძინე კიდეც. ახლა იმ კუზე ადრე მაინც მივალ. მიაღწია კურდღელმა გორაკს და რას ხედავს. კუ უკვე იქაა. ბალახი შეუჭამია და გამობრუნებასაც აპირებს. ეს როგორ მოხდა რომ ჩემზე ადრე მოხვედი? გაიკვირვა კურდღელმა. ახლა კუმ გადახედა დაცინვით და უპასუხა: შენი მარდი ფეხების იმედი გქონდა, ხოლო ის კი დაგავიწყდა რომ სიზარმაცეს და უდარდელობას ყოველთვის გაუსწრებს გარჯა და მოთმინება. იბრძანდი, მიირთვი ბალახი, მე კი უნდა წავიდე, მეჩქარება, შინ დროით მინდა დავბრუნდე.